შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სპეციალური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. გამოძიება მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინის უკანონო შეძენას შენახვას ედავება. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს, რომლის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინი. სამართალდამცველებმა ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად 6 შეკვრად დაფასოებული 150 გრამამდე კოკაინი ამოიღეს. დაკავებული თბილისში ნაქირავე ბინაში ცხოვრობდა. მეზობლები ყვებიან, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ხალხმრავლობა ხშირად იყო. აქ რო ხალხი დგებოდა ხოლმე. ანუ ხალხმრავლობა კი, ხშირად გამოდიოდა, შედიოდა ხოლმე სულ ხალხი რა. 4 კაცი იდგა, სულ შავებს ჩაცვა. დაკავებულს ბრალი უკვე ოფიციალურად წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობად შეეფარდა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თურქეთის მოქალაქის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება. ამ ეტაპზე ის არის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული. ის იყენებს დუმილის უფლებას. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება კოკაინს. დაკავებულ პირს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურის შემდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.